ნიკა, მინდა აუცილებლად კითხოთ, წეღან კითხეთ და არ ვიცი რა მითხარით 20-28 წლის არჩევნებისთვის. 20-28 წლის თუ არ იქნა, მომდევნო რომელიღაც არჩევნებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ადრე იქნება. ხო და მაგას ვამბობ. ჩვენ ჭირდება ნებისმიერ შემთხვევაში ასე იქნება თუ ისე წინასაარჩევნო კამპანია გაჩაღებული იყოს შეხვალთ არჩევნებში. 2028 წელს იცით რატომ იმაჩნია, აი ზუსტად მაგას ვუბრუნდები. 20-24-ში არ შესვლა პარლამენტში და ესეთი თანმიმდევრულობა და სიხისტე რატომ იმაჩნია, იცით სწორად. იმიტომ რომ 20-28 წლის არჩევნები ვერასგზით და ვეღარასდროს ვეღარ იქნება ისეთი, რაც არ უნდა აკეთოს ბიძინამ, როგორიც იყო 20-28 წლის არჩევნები. 20-24-ში ჩემი აზრით, ნიკა, 20-24-ში ჩემი აზრით საერთაშორისო კონტექსტი უფრო ანტი-ქართული ოცნება იყო და უფრო პრო-ოპოზიციური. ვიცით? ძალიან სერიოზული 20-24-ში სერიოზული წნეხი იყო, მასზე დილას იწყებოდა ბრიუსელში განცხადებებით და ღამე მეთიუ მილერით სრულდებოდა. 20-28-ში სამყარო იცვლება და 20-28-ში დღესაც უკვე ის წნეხის ქვეშ არ არის, რომელიც 20-24-ში თუ ის გაქვთ ხედველობაში, რაც ახლა მე მგონია, სამყარო 26-ის ნოემბერშიც მნიშვნელოვნად შეიცვლება, ჩემი აზრით. თუ ერთი და იგივეს გულისხმობთ, რა თქმა უნდა, საქართველოს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში სხვას, მაგრამ მე მგონია, რომ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით სამყარო პოზიტიურად ნამდვილად არ შეცვლილა, რაც ყოველდღიურად ქართული ოცნება ხდება ახალ პრობლემებში. და ის რომ მე ვერ ვხედავდე იმას, რომ არ ბილებს ქართული ოცნება საერთაშორისო კონტექსტის შერბილების მცდელობები, მე ამას ძალიან კარგად ვხედავ. და მე ამას ვხედავ და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი რაღაცების ინდიკატორია. ჩვენ დარწმუნებული ვარ ძალიან მალე დავდგებით იმ რეალობისგან, როცა დებატების პრინციპის გამოგდებას მოყვება მეორე სერია. რისი გამოგდებით, მე ამაზე მაქვს ჩემი მოსაზრებები, მაგრამ ვნახავ. შეიძლება იყოს არჩევნები. ეს წელს მოხდება. არა, არჩევნები პირდაპირ და ესე სწრაფად არ იქნება. თავისთავად ხადია. იქნება სხვა პრინციპებიც, მაგალითად პატიმრებთან დაკავშირებით, მაგალითად საკანონმდებლო ცვლილებების უკუსაკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. არჩევნები უკვე ბოლო ეტაპია. ეს იქნება, ამას ვხედავთ ჩვენ, დებატები ამის ინდიკატორია ჩემთვის არ დაგიმოვდა. ანუ წნეხის შესუსტებაზე გადავა ქართული ოცნება? ჩვენ კი არ გვიწევს ანგარიშს. ვისი ეშინია იმას უწევს ანგარიშს. და ამას ჩვენ ვხედავთ. და გავაგრძელოთ ამის ყურება და მივაწვეთ კიდევ უფრო მეტად. კარგია რომ ქვეყნის შიგნით იყოს მასზე იმ ტიპის წნეხი, რომ ეს ანგარიშს გაწევა ქვეყნის შიგნით. ჩვენთვის ხო მნიშვნელობა არა აქვს, ამოხსნა არის ერთი, რომ ქართულმა ოცნებამ უკან დაიხიოს. ამიტომ ამას როცა უყურებთ და ასე ვთქვათ, შესუსტებას როცა უყურებთ მათსას, შიშით იქნება ეს გამოწვეული უცხოეთის თუ რა მნიშვნელობა აქვს რითი, ამ დროს ჩვენი ინსტინქტი ის კი არ უნდა იყოს, რომ დავთმოთ, პირიქით უფრო მეტად უნდა მივაწვეთ. აი ეს იქნება სწორი. მომდევნო არჩევნებში. და მივაწვეთ ერთიანი გადაწყვეტილებებით, დიანა. დაგეგმილი შეხვალთ ამ არჩევნებში, ემზადებით ამ არჩევნებში. არჩევნები რა არის? ნახეთ, არჩევნებს რას ვეძახით, მოდი ამას ჩამოვყალიბდეთ. არჩევნები, რომელზეც გვეუბნებიან, რომ ასე დამთავრდება, რაც გინდა ისაკეთე, ეგ არ არის არჩევნები. მაგრამ დანიშნონ არჩევნები, ჩვენ მივახცევთ იმას, რომ იმ წესებით ჩატარდება არჩევნები, როგორც სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს მინიმალურად მაინც შეესაბამება. მე არა მაქვს. თქვენ ამ შემთხვევაში შიგნით წნეხზე გაქვთ გათვლა თუ ასევე ფიქრობთ, რომ ეს გარე წნეხი? ორივეზე მე ამას არ ვყოფ, მე ვფიქრობ, რომ ამის სინქრონიზაცია იძლევა დღემდე შედეგებს. ახლა ეს თანხმობა, ეს შეთანხმება ოპოზიციის შიგნით არის გათვლილი იმაზე, რომ რაღაც ერთ გუნდად თუ არა ყოველ შემთხვევაში შეთანხმებულად იმოქმედოთ და ემზადოთ მომავალი არჩევნები. აბსოლუტურად, ეს იქნება 26 თუ 27-ის დასაწყისში. თუნდაც ჩემთვის არარეალურ რიცხვში წელიწადს 2028-ში, რა კი 2028-ში რა კი მე ვერ ვაკონტროლებ იმას კონსტიტუციას ვუყურებ. არა, ხო, თუნდაც მე ხო ვერ ნიშნავ და ვერც თქვენ როგორც აღმოჩნდა. ვიმართებ თავს აბსოლუტურად ლეგიტიმური შეკითხვა, მოგეთ არა უგვიარეს 28-ზე მოკლედ ასე ვთქვათ. ჩვენ უნდა ვიყოთ პიკურ ფორმაში. იქნება ეს ნახევარი წელი, უნდა ვიყოთ ნახევარი წელი, იქნება ერთი, უნდა ვიყოთ ერთი წელი. ჩვენ გზა არა გვაქვს სხვა, დიანა. ჩვენ გვინდა შედეგი და მე არა ვარ ადამიანი, ვინც იძახის, რომ ხვალდადგება შედეგი არც მithქვამს. იგივე 4 ოქტომბერთან დაკავშირებითაც ზუსტად ეს მოსაზრება მქონდა. არ არის ეს არც რეალისტური არ არის, თორე არავიზე ნაკლებად მეომარი ადამიანი არ ვარ, მაგრამ რეალობები, როცა ვამბობთ, რომ აი რევოლუციური გზა არის სწორი, ჩვენ ოფცია უნდა გქონდეს რაღაცის, რომ ვაფასებდეთ ის სწორია თუ არა. თუ ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ეს როგორც ოფციაც კი ხელში არ გვიჭირავს, რა აზრი აქვს ამის შეფასებას?
ხელში რაც გვიჭირავს ოფციის სახით ხელისუფლების შეცვლა ეს რჩება თქვენს მთავარ სტრატეგიულ არ შეიძლება რომ არ დარჩეს. როგორ შეიძლება? აბა სხვანაირად როგორ ხდება? რევოლუციაც საარჩევნო პროცესია, მე რომ მკითხოთ. ოღონდ არჩევნებით ტარდება. წინსწრებია თუ უკუნსწრები მნიშვნელობა არ აქვს. არჩევნების გარეშე არჩევნო პროცესის მიმართ დიანა არჩევნების გარეშე ყველა იმხელა მე არ მიმიღია ამაში როლი. ეხლა თქვენ მეუბნებით პირიქით თქვენ მკითხეთ რატო არ იყავით სკეპტიკურები წინასაარჩევნოდ რო არჩევნებში მნიშვნელობა არ ქონდა გასვლას რატო არ ამბობთ? იმიტომ რომ საბოიკოტოდ ამზადებდით ეს იცოდით ესე იგი ასეთი ტიპის შიშები გქონდათ თქვენ რა გონიათ რომ რაღაცისთვის წინასწარ რომ ემზადები ერთ-ერთი სცენარისთვის ეს პოლიტიკური ნაკლოვანებაა? ბუნებრივია. მე ასე ვარ მიჩვეული მოქმედებას, რო არ დაგიმალოთ და ის რომ ჩვენ შეცდომა დაუშვით, რაც არ იყო მხოლოდ ჩვენ შეცდომა, კიდე ერთხელ გეტყვით და ამას წინსწრები კიდე უფრო დიდი შეცდომა ქონდა, რაც ასევე გითხარით და მგონია რომ არ შეიძლება და ამ კანონის მიღება ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლის, ყოველ შემთხვევაში იმ დროს და იმ ფორმით, როგორც იქნა მიღებული, მაგრამ ეს შეცდომა რომ დაუშვით, არ შეიძლება გაიმარჯვა ოპოზიცია. თბილისში გაიმარჯვა, თბილისში ბევრად რთულია იმ. თბილისში გავიგე რომ გაიმარჯვა დიანა, მაგრამ გაიმარჯვა რას ნიშნავს? ეს ხო ნაჩუქარი არ არის. ჩემი ღრმარწმენით ჩვენ უფრო მეტად გავიმარჯვეთ. თქვენ მეუბნებით რომ თქვენი რწმენით არა. ეხლა მივედით თავარ საკითხამდე. არჩევნები არ არის რწმენის საკითხი. არჩევნები არის მათემატიკის საკითხი. ამიტომ როცა მომაკვე არა ელექტრონულიო, არა ელექტრონულში ოცნებამ გაიმარჯვა და ელექტრონული სადაც იყო იქ დიდ ქალაქებში კი, მაგრამ ოპოზიციამ ამის თქმა არა, ანუ მარტო 5%-ით გამარჯვებას 5%-ით გამარჯვებას რომ იწერ, მაშინ როცა 25-ით მოვიგე, ეს ახლა უკაცრავად ნაჩუქარია, მადლობა უნდა ვთქვა ამაში. ჩვენ ვიცით დაახლოებით როგორ მორჩა არჩევნები 48, 59, 41, 42. ასე მორჩა არჩევნები, ყველა დამკვირვებლების ასე ვთქვათ, პრობლემები რომ გაითვალისწინოთ. არა, რა თქმა უნდა არ ქონდა 48 ქონდა. ჯამურად ოპოზიციას, გასულ ოპოზიციას, ანუ ბარიერ დაძლეულ ოპოზიციას დაახლოებით ისე თქვენ რას მეუბნებით რომ 57-14% აიღო ქართულმა ოცნებამ არნახული ხმების რაოდენობა. მე არაფერს არ გეუბნები. არა, აი ზუსტად მაგაშია საკითხი. არჩევნები არ უნდა დაიყვანო რწმენის საკითხამდე. ჯერა ან ჯერა საკითხი თუ არის, მაშინ პირდაპირ გეუბნებით რომ ჯერა ან ჯერა საკითხამდე რო დაიყვანა ქართულმა ოცნებამ არჩევნები მიიღო ჩვენი გამარჯვება იმ თვალსაზრისით რომ ჩვენ დავარწმუნეთ სამყარო რომ მას არ უნდა ჯეროდეს ქართული ოცნების. თვითონ დაიყვანა, რა თქმა უნდა, თვითონ დაიყვანა აქამდე ქართულმა ოცნებამ არჩევნები, იმიტომ რომ არჩევნები მათემატიკის საკითხია, ეს არის პოლიტიკური მათემატიკა, თუ მათემატიკას გააყალბებ, მაშინ უნდა ემზადოს სხვა ბრძოლისთვის და ებრძოლა ოცნებამ წააგო. ემზადებით არჩევნებისთვის. ყველა პოლიტიკური პროცესი არის არჩევნებისთვის მზადება. გინდა ქუჩაში იყოს ეს პროცესი, გინდა პარლამენტში და გინდა, რა ვიცი, სოციალურ ქსელში. ყველა პოლიტიკური პროცესი არის არჩევნებისთვის მზადება. სხვა საკითხია, რას ვარქმევთ ჩვენ არჩევნებს? არჩევნებს რაც ქვია იმას. არჩევნებს რაც ქვია იმას, ახლა ამ ქვეყანაში არჩევნები არ ქვია. კი ბატონო, ანუ ფიქრობთ რომ აი ერთხელ ერთი ციტატაც მახსოვს ეს თქვენ კალანდარიშვილით, ივანიშვილით და ამ წესებით ჩვენ არჩევნებში ანუ ფიქრობთ რომ ივანიშვილი ვერსად ვერ წავა არჩევნებამდე? კი, აი ზოგიერთი ამბობს სხვადასხვა ამ სტუდიაში, ეს როგორ წარმოგიდგენიათ ივანიშვილი არჩევნებამდე? ვიკამათია ჩვენ ამ საკითხზე, მაგრამ მე მგონია რომ პროცესების მიმდინარეობისას რეალისტურობა არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ნაწილი, ხო? წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ ლაპარაკად გადაიქცეს ყველაფერი. არჩევნები ივანიშვილმა უნდა დანიშნოს, ცხადია, ჩვენ უნდა ვაიძულოთ რომ მან დანიშნოს არჩევნები. ხო, ანუ მე ვერ ვხედავ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ისეთ ძალას ჩვენ მხარეს რომ ივანიშვილი გაქრაებ ჩვენი ერთ დღეს, რაც გაიქცა, გაფრინდა თუ რა გააკეთა და არჩევნები საჭირო აღარ არის. მე პირდაპირ გეტყვით რომ ახლა სუსი გაუქმდა და შსს ოპოზიციას გადაეცახლა, ესეც ხო აბსურდული სცენარია, ეგ ამბავი ვერ მოხდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი რაც არის, მოდი იმას მივახციოთ და მე ძალიან კარგად ვხედავ ამ მიღწევით როგორ შეიძლება არჩევნებში მოგება. ეს არის ნეიტრალური ადმინისტრაცია, ეს არის საარჩევნო რამდენიმე პალატა მოსამართლეების, რომელიც არის დამოუკიდებელი და სანდო ყველასთვის. და ეს არის ტელევიზიების და პარტიებზე, ასე ვთქვათ, ფინანსური მოხრჩობის სისტემის, ასე ვთქვათ, სისტემაზე უარის თქმა, პლუს ამას, რა თქმა უნდა, ხა იმ დრაკონული კანონების, რომელიც უბრალოდ თავსებადი არ არის ნორმალურ პროცესთან, უკან წაღება. ამის პირობებში ანუ რაღაც ტიპის სავსებით შესაძლებელია არჩევნების მოგება. ეხლა სუსი გაქრა, ივანიშვილი გაქრა და შსს
რა ვიცი, დიანა გახდა შსს მინისტრი, ეხლა თუ ჩვენ ეს შეგვიძლია, ეს უკვე ცესკოს თავმჯდომარის წინააღმდეგობა საერთოდ არ არის სხვა შორის, მაგრამ შსს მინისტრი გახდა, ნუ ხა ეს აღარ არის არჩევნების საჭიროება ამ გირაოს გადაიხდით როგორც. გირაოს გადავიხდი, იმიტომ რომ მგონია რომ ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ ვითარებაში, როცა მით უმეტეს ჩემი ორი თანალიდერი კოალიციის არის ციხეში და ასევე ბევრი რამე არის გარეთ გასაკეთებელი, სწორი იქნება რომ იყო გარეთ. 30,000 ლარი არის თანხა, რომლის გადახდასაც შევძლებ და პრინციპულად ამას გავაკეთებ. პირდაპირ ამაზე ბევრი კი ბატონო, თქვენ ნახეთ ალბათ დღეს იყო თქვენი წინა კომენტარი ამოღებული, სადაც გირაოს გადახდა და ამბობთ რომ პრინციპულად არ მიმაჩნია. მაშინ ესე მიმაჩნდა ნამდვილად, მაშინ ესე მიმაჩნდა და პირდაპირ მე არ გსაყვედურობთ, იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ გარემოებებთან ერთად პოზიციის შეცვლა პირიქით ჩარჩენა არ არის. პოლიტიკა არის კონტექსტი. უფრო მეტად მყარი გარემოებები პოლიტიკაში ძალიან ცოტაა. მაგალითად ის რომ საქართველოს ევროპა არის უკვდავი გარემოება ჩემთვის. ისტორიულად გამოკრისტალებული, მაგრამ ის რომ გირაო უნდა გადაიხადო, არ გადაიხადო, ეს არ არის სტატიკური გარემოება. ერთადერთი რაც მინდა გითხრათ, საზოგადოებამ იმაშიც მოუგო ივანიშვილს, რომ კარგი სიტყვა ერთი სლენგი რუსულიდან მოდის, გაუტრუხა მათ შორის პატიმრობაც, მათ შორის ძალადობაც. არა, ცუდია, მე სხვა რამეს გეუბნებით. ის რომ ივანიშვილი იყენებს ჩვენ წინააღმდეგ პატიმრობას როგორც იარაღს, ჩვენ მოვახერხეთ და უკან შეუბრუნეთ პატიმრობა, ჩვენივე პატიმრობა როგორც იარაღი, იმიტომ რომ ამ პატიმრობებით ეხლა თუ ვინმე ზარალდება, ეს ივანიშვილიც არის მათ შორის. კი ბატონო. და პოლიტიკოსების პატიმრობაც ძალიან დიდი აცილება იყო ივანიშვილის მხრიდან, ასე ვთქვათ, მისი რაციონალობის ჩამონგრევას ეს ძალიან კარგი ინდიკატორი იყო, იმიტომ რომ კი ბატონო დააზიანა პოლიტიკური პროცესი შეიძლება ლიდერების შიგნით შეყვანით, მაგრამ საკუთარი თავით ძალიან დაიზიანა, იმიტომ რომ ესეთი არის მოცემულობა სამყაროში, ერთი პოლიტიკური ლიდერი ციხეში შეიძლება ბევრად მეც ნიშნავდეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ვიდრე ბევრი აქტივისტი ციხეში. ეს არ არის სამართლიანი, მაგრამ ეს ასეა. ძალიან დიდი მადლობა.